ზვიად გამსახურდია საქართველოს უახლეს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და ამავე დროს საკვანძო ფიგურაა. მის შესახებ შეფასებები ხშირად პოლარიზებულია. ერთნი მას განიხილავენ როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერსა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს, სხვანი კი როგორც პოლიტიკური კრიზისის განმაპირობებელ ფიგურას, რომელიც აღმოჩნდა საბჭოთა სისტემის ნგრევასა და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შორის. ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში. მისი მამა კონსტანტინე გამსახურდია იყო ცნობილი მწერალი, რომლის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა ეროვნული იდენტობა და ისტორიული მეხსიერება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონსტანტინე გამსახურდია საბჭოთა ეპოქაში რთულ, ხშირად კონფლიქტურ ურთიერთობაში იყო ხელისუფლებასთან, რაც ზვიადისთვის ადრეულ ასაკში ქმნიდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას. ბავშვობის წლებში ზვიადი იზრდებოდა ინტელექტუალურ გარემოში, სადაც აქტიურად განიხილებოდა ქართული ისტორია, ეკლესია და კულტურული დამოუკიდებლობა. ეს გარემო განსაზღვრავდა მის სამყაროს აღქმას, როგორც დაკარგული სუვერენიტეტის აღდგენის პროცესს. ნაკლებად ცნობილი დეტალია, რომ ახალგაზრდობაში იგი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ, კრიტიკულ საქმიანობაში და თარგმნიდა დასავლურ ტექსტებს, რაც მას აძლევდა პირდაპირ წვდომას არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ ევროპულ ინტელექტუალურ ტრადიციებზე. ეს გავლენა შემდგომში მკვეთრად აისახა მის პოლიტიკურ რიტორიკაში, რომელიც აერთიანებდა ეროვნულ იდეას, ქრისტიანულ სიმბოლიზმსა და ანტიტოტალიტარულ დისკურსს. 1960-70-იან წლებში იგი ერთვება საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში და მისი საქმიანობა მოიცავდა აკრძალული ლიტერატურის გავრცელებას, ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირებას და ინფორმაციის მიწოდებას დასავლეთისთვის. საბჭოთა უშიშროების არქივებში იგი ფიქსირდება როგორც ეროვნული მიმართულების აქტიური აგიტატორი. ამავე დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ იგი სისტემურად ამყარებდა კონტაქტებს უცხოურ წყაროებთან, რაც ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით მძიმე ბრალდებად ითვლებოდა. ნაკლებად ცნობილი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გამსახურდია იყო ერთ-ერთი იმ მცირე ჯგუფიდან, რომელიც ცდილობდა საბჭოთა კავშირის შიგნით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის წესრიგის დამკვიდრებას. იგი დაკავშირებული იყო ჰელსინკის პროცესის იდეებთან და მონაწილეობდა მსგავს ინიციატივებში, რაც მას საერთაშორისო დისიდენტურ ქსელებთან აკავშირებდა. 1977 წელს მისი დაპატიმრება გარდამტეხ მოვლენად იქცა. სასამართლო მასალებში ფიქსირდება, რომ მას ბრალად ედებოდა არა მხოლოდ ანტისაბჭოთა პროპაგანდა, არამედ სახელმწიფოებრივი წყობის ძირის გამოთხრით მცდელობა და 1978 წლის თვითკრიტიკული განცხადება საბჭოთა პრაქტიკაში წარმოადგენდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმას მისდამი, რომელიც მიზნად ისახავდა დისიდენტის საჯარო დისკრედიტაციას. თუმცა საარქივო მონაცემები მიუთითებს, რომ ამ განცხადების შემდეგ იგი დარჩა უშიშროების მუდმივი დაკვირვების ქვეშ, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლება მას ბოლომდე არასდროს ენდობოდა. 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სისტემის კრიზისის პირობებში გამსახურდია გადადის აქტიურ პოლიტიკაში და ხდება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. იგი დაკავშირებულია მოძრაობასთან მრგვალი, მაგი და თავისუფალი საქართველო და მისი პოლიტიკური დისკურსი გამოირჩევა იმით, რომ იგი ცდილობდა ეროვნული საკითხის გადატანას მორალურ და სულიერ განზომილებაში. მისი გამოსვლები ხშირად შეიცავდა რელიგიურ მეტაფორებსა და მკვეთრ მორალურ დაყოფას, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად წარმოაჩენდა როგორც ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ მდგომ ძალას. ინგლისურენოვანი ისტორიოგრაფია აღნიშნავს, რომ მან ეროვნული დისკურსი გადააქცია პოლიტიკური მობილიზაციის ძლიერ ინსტრუმენტად, თუმცა ვერ მოახერხა მისი გარდაქმნა ინსტიტუციურ სტაბილურ სისტემად. ეს შეფასება ერთდროულად უსვამს ხაზს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია იქცა გარდამტეხ მოვლენად. საბჭოთა სამხედრო დოკუმენტების მიხედვით ოპერაცია განხორციელდა მკაცრი ბრძანების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყო შინა საჯარისო და სპეციალური დანაყოფები. ოფიციალურ დოკუმენტებში ფიქსირდება, რომ გამოყენებული იყო ცხენსადენი გაზი და ფიზიკური ძალა, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ნაკლებად ცნობილი დეტალია, რომ იმ ღამეს არსებობდა გაფრთხილებები შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა აქციის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ეროვნული მოძრაობის ლიდერები, არ ელოდნენ ასეთი მასშტაბის სამხედრო ჩარევას. ამ მოვლენამ მკვეთრად შეცვალა საზოგადოებრივი განწყობა და გააძლიერა ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ამავე კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამსახურდიას ურთიერთობა ილია მეორესთან.
საარქივო და მემუარული წყაროები მიუთითებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმ პერიოდში ასრულებდა სტაბილიზაციის მნიშვნელოვან ფუნქციას. პატრიარქი ილია მეორე არაერთხელ მოუწოდებდა საზოგადოებას სიმშვიდისა და სისხლისღვრის თავიდან აცილებისკენ. 9 აპრილის მოვლენების წინ ეკლესიის მხრიდან არსებობდა მოწოდებები დაპირისპირებების თავიდან აცილებისკენ, თუმცა პოლიტიკური პროცესები უკვე იმ ეტაპზე იყო გადასული, სადაც კონფლიქტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. გამსახურდიასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ამ პერიოდში არ იყო კონფლიქტური, თუმცა მათი როლები განსხვავდებოდა. ეკლესია ცდილობდა დამშვიდებას, ხოლო პოლიტიკური ლიდერები მობილიზაციას. ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ეროვნული მოძრაობა და მისცა ლიდერებს პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ამ დროიდან გამსახურდიას რიტორიკა საბოლოოდ გადადის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე. 1991 წლის 9 აპრილს საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას, ხოლო გამსახურდია ხდება ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. მისი მმართველობა ხასიათდება ძალაუფლების ცენტრალიზაციითა და ინსტიტუციური სისუსტით. ნაკლებად ცნობილი დეტალია, რომ პრეზიდენტის აპარატი ამ პერიოდში მკაფიოდ სტრუქტურირებული არ იყო, რაც იწვევდა გადაწყვეტილებების პერსონალიზაციას. პარლამენტის სტენოგრამები აჩვენებს, რომ იგი უშუალოდ ერეოდა როგორც საკადრო, ისე ადმინისტრაციულ საკითხებში, რაც მიუთითებს მმართველობის მოდელზე, რომელიც ძლიერად იყო დამოკიდებული ერთ პიროვნებაზე. ამავე პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch, აღნიშნავდნენ მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრობლემებს. ეს შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფებოდა. 1991-12 წლებში ვითარდება მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიხატა არა მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირებით, არამედ სახელმწიფოებრივი კონტროლის ეტაპობრივი დაშლით. კრიზისის საფუძველში იდგა რამდენიმე ფაქტორი: ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია და ინსტიტუციური სისუსტე. ელიტების დაყოფა განსაკუთრებით გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ჯგუფებმა უარი განაცხადეს ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. ამ ელიტურ დაპირისპირებაში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი ძალა. ერთ მხარეს იდგა პრეზიდენტის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები, ხოლო მეორე მხარეს სამხედრო და ნახევრად სამხედრო ჯგუფები, რომლებიც თანდათან იქცნენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ფიგურა: თენგიზ კიტოვანი, ეროვნული გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელი და ჯაბა იოსელიანი, შეიარაღებული ფორმირების მხედრიონის ლიდერი. მათ გარშემო კონცენტრირდა ოპოზიციური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეროვნული გვარდია თავდაპირველად სახელმწიფო სტრუქტურა იყო, თუმცა მოგვიანებით იგი ფაქტობრივად გამოიყო ცენტრალურ ხელისუფლებას და დამოუკიდებელ სამხედრო ძალად ჩამოყალიბდა. მხედრიონი კი თავიდანვე წარმოადგენდა არაფორმალურ შეიარაღებულ ორგანიზაციას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამ ჯგუფებს ხშირად ჰქონდათ საკუთარი ლოჯისტიკური, ფინანსური და ძალისმიერი რესურსები, რაც მათ აძლევდა დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობას. ნაკლებად ცნობილი, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პარალელური ძალაუფლების ცენტრები, რომლებიც მოიცავდა არა მხოლოდ აღნიშნულ სამხედრო ლიდერებს, არამედ მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და არაფორმალურ ქსელებს. ისინი ხშირად იღებდნენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და რეალურად ანაცვლებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა კრიზისს. რაც შეეხება დაფინანსებისა და გარე მხარდაჭერის საკითხს, ისტორიოგრაფიაში ერთ მნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მრავალი წყარო მიუთითებს გარე ფაქტორის არსებობაზე. რუსულ და დასავლურ დიპლომატიურ მასალებში ფიქსირდება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რუსეთს, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ოპოზიციურ ძალებს შესაძლოა ჰქონოდათ არაპირდაპირი მხარდაჭერა რუსული სამხედრო ან პოლიტიკური წრეების მხრიდან, თუმცა ეს საკითხი დღემდე დებატების საგნად რჩება და არ არსებობს ერთ მნიშვნელოვანი დოკუმენტური დადასტურება, რომელიც სრულად დაადასტურებდა პირდაპირ ფინანსურ ან სამხედრო ჩარევას. უფრო მკაფიოდ დასტურდება ის, რომ საქართველოსთვის შიდა კრიზისი განვითარდა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები სწრაფად იძენდნენ დამოუკიდებელ ძალაუფლებას. ამან შექმნა გარემო, სადაც ძალაუფლების მონოპოლია პრაქტიკულად დაიშალა და სხვადასხვა ჯგუფი მოქმედებდა საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ნაკლებად ცნობილი, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოება ისიც, რომ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა რამდენიმე პარალელური ძალაუფლების ცენტრი. ისინი მოიცავდა როგორც სამხედრო პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე არაფორმალურ გავლენის ქსელებს, რომლებიც საკუთარ გადაწყვეტილებებს
იღებდნენ და რეალურად ანაცვლებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. შედეგად ქვეყანაში შეიქმნა მდგომარეობა, სადაც ერთდროულად არსებობდა ფორმალური ხელისუფლება და დე-ფაქტო ძალაუფლების ალტერნატიული სტრუქტურები. ეს ვითარება კიდევ უფრო ამძიმებდა კრიზისს და ართულებდა მისი კონტროლის შესაძლებლობას. დაპირისპირების კულმინაცია იყო 1991 წლის დეკემბერი და 92 წლის იანვრის მოვლენები თბილისში, როდესაც შეიარაღებული ბრძოლა მიმდინარეობდა დედაქალაქის ცენტრში, მათ შორის პარლამენტის შენობის ირგვლივ. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური კონფლიქტი, არამედ სახელმწიფოს ძალაუფლების მონოპოლიის სრული რღვევა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში, სადაც მას მასპინძლობდა ჯოხარ დუდაევი. ამ პერიოდში იგი ცდილობდა საკუთარი ლეგიტიმაციის შენარჩუნებას, როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ემიგრაციაში. მისი პოლიტიკური სტრატეგია მოიცავდა როგორც საერთაშორისო მხარდაჭერის მოძიებას, ისე რეგიონულ ძალებთან კონტაქტის დამყარებას. არსებობს ცნობები, რომ იგი განიხილავდა სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის ვარიანტებს, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოქმედ ძალებთან კოორდინაციას, ასევე ფიქსირდება მცდელობები ინფორმაციული და პროპაგანდისტული გავლენის შენარჩუნებისა, რათა შეენარჩუნებინა მხარდამჭერთა ბაზა საქართველოში, თუმცა ეს მცდელობები რეალური ძალაუფლების აღდგენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან არ არსებობდა საკმარისი რესურსი და საერთაშორისო მხარდაჭერა. 1993 წელს გამსახურდია ბრუნდება საქართველოში, ძირითადად დასავლეთ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობდა მისი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა. ამ ეტაპზე იგი ცდილობს ძალაუფლების აღდგენას და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები ნაწილობრივ იღებდა შიდა სამოქალაქო კონფლიქტის ხასიათს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფი. თუმცა ამ დროისთვის მისი პოზიციები უკვე მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო. რესურსების სიმცირე, ორგანიზაციული დეზინტეგრაცია და შიდა დაყოფა მნიშვნელოვნად ამცირებდა მისი მოძრაობის ეფექტიანობას. ამას ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერის პრაქტიკული არარსეობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. საბოლოოდ მისი მცდელობა ვერ გადაიზარდა მდგრად პოლიტიკურ პროცესად და დასავლეთ საქართველოში არსებული წინააღმდეგობა თანდათანობით დასუსტდა, რაც მისი პოლიტიკური მარცხით დასრულდა. 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიის მიხედვით იგი გარდაიცვალა თვითმკვლელობის შედეგად, თუმცა ისტორიოგრაფიაში ეს საკითხი დღემდე სადავოა. სხვადასხვა წყარო მიუთითებს ალტერნატიულ ვერსიებზე, მათ შორის პოლიტიკურ მკვლელობასა და იძულებით თვითმკვლელობაზე. ექსპერტიზის მასალები არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ საკითხის ისტორიულ მნიშვნელობას. ინგლისურენოვანი კვლევები აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილის გარემოებები რჩება გაურკვეველი და სადავო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ ინსტიტუციურ სისუსტეზე მიუთითებს. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ზვიად გამსახურდია ხშირად განიხილება როგორც გარდამავალი ეპოქის ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა დისიდენტობასა და სახელმწიფოებრიობას შორის. მისი ბიოგრაფია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს იდეა პოლიტიკურ ძალად, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდეს მდგრად სახელმწიფოებრივ სისტემად, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები, პოლიტიკური კულტურა და კომპრომისის უნარი. ზვიად გამსახურდიას ისტორია გვასწავლის, რომ სახელმწიფოს შექმნა არ არის მხოლოდ ეროვნული იდეის რეალიზაცია. ეს არის რთული და მრავალშრიანი პროცესი, რომელიც მოითხოვს ინსტიტუციურ გამართულობას, ძალაუფლების ბალანსსა და პასუხისმგებლობის სისტემურ გააზრებას. როდესაც ეს პირობები არ არსებობს, პოლიტიკური პროცესი გარდაულად გადადის კრიზისში, ხოლო ისტორია ტრაგიკულ ფაზაში, სამწუხაროდ ზუსტად ისეთში, როგორიც ზვიად გამსახურდიას ისტორია იყო.